მოგესალმებით მეგობრებო, მე ავთოვარ ილუზიონისტი და ეხლა ახსნით ტრიუკს, რომელსაც TikTok-ზე, ჩემს TikTok-ზე 9 მილიონამდე ნახვა აქვს. ზუსტად 9 მილიონამდე ნახვა და დაახლოებით 1300 კომენტარი. და ყველა კომენტარი როგორია, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ვერავინ მიხვდა თუ როგორ გავაკეთე ეს ტრიუკი. თუმცა, როგორც დაგგვირდით, ეხლა ამას ავხსნი. ეხლა ნამდვილად ამას ავხსნით ჩემს YouTube-ზე და სანამ თქვენ ნახავთ ახლა პერფორმანსს, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არხი. ნახოთ რამდენად მახვილი თვალი აქვს. რადგან ეს ფოკუსი მე რომ ნახე, მეც კი მოვთხოვდი. ეს კეთდება 5 ბანკოს კურსისა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია 2% მოვაცალოთ და ის ისევ 5% იქნება. 1, 2, 3, 4 და 5. ყველაზე საინტერესო ის რა არის? ეს რამდენჯერაც არ უნდა დავაკეთოთ, ის მაინც 5 რჩება. 1, 2, 3, 4 და 5. კიდევ ერთხელ ვცადოთ, მომგიტყავთ. ის მაინც 5. 1, 2, 3, 4 და 5. კარგი, კიდევ ერთხელ ვცადოთ. გითხარით, ამ ფოკუსზე ყველა მოთხოვდათ, ხო? როდესაც პირველად ნახეს მათ შორის მეც, კიდე 2 ფურცელს ვიღებ და ის მაინც, რა თქმა უნდა, 5 კარგი უნდა იყოს. კიდე 2 ფურცელს ავიღებ და რჩება 1. რამდენი კარგი მეჭირა სულ ხელში დაწერეთ კომენტარებში. ხუი. იქნებ ძალიან მოიხებლებოდით ამ ტრიუკით. ალბათ ნახავთ კომენტარებსაც, რომ ყველა კომენტარი ან იყო იძახდნენ რომ ეს იყო მონტაჟი, ან უბრალოდ კადრის ქვემოდან კარტებს ისე უკან ვიღებდი და ასე შემდეგ. მაგრამ არა, ეს არის ტრიუკი, სადაც არის სუფთა манипуляция, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ რეგუსიც არ ვიყენებ, არც რაიმე სპეციალურ ხელსაწყოს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ ბანკოს ფურცლები, რომელიც არის კარგი ხარისხის ბანკო. ბანკო აუცილებლად უნდა იყოს კარგ და ახალ მდგომარეობაში, რომ ხელზე კარგად მოყვეს და ის ტრიუკი კარგად შევასრულოთ, რომელიც თქვენ ვიდეოში ნახეთ. მოკლედ, მხოლოდ ბანკო გჭირდება და ცოტაოდენი ვარჯიში. რადგან ეს არც ისე მარტივი შესასრულებელია. და ეხლა თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუმცა როგორც მთხოვეთ, მე მაინც გიხსნით. იმედია ვიღაცას მაინც გამოუვა. ამისთვის ჩვენ გჭირდება ძალიან ბევრი ბანკოს ფურცელი, ეხლა აქ მაქვს მაგალითად 14, თუმცა შეიძლება იყოს 17 და ასე შემდეგ. და გეტყვით ეხლა რატო. აქ არის 14 ცალი ბანკოს ფურცელი, თუმცა მე ხა ამას ისე დავითვლი, რომ თქვენ დამაყურებელს, ანუ ყველას ეგონება, რომ არის აქ მხოლოდ და მხოლოდ 5 ცალი. 1, 2, 3, 4 და ესეც მე-5. ეს არის ძალიან საინტერესო მოძრაობა და ამავდროულად, ფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი ფოკუსი. სადაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვეულებრივად ხალხში ახლო მასშტაბით და ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ სცენაზეც. კი. ეს არის ვითომ 5 ბანკოს ფურცელი, მაგრამ როგორც გითხარით, აქ მაქვს 14. და ეხლა გეტყვით ამას როგორ ვაკეთებ. როდესაც გადმოვთვლი 3 კარტს, 1 ჩვეულებრივი, 2, 3, როდესაც მივდივარ უკვე მე-4 ბანკოს ფურცლამდე, ამ დროს თიც გავაკეთებ ასე, საჩვენებელ თიც. იმიტომ რომ 1 ცალი ბანკოს ფურცელიდან დავიტოვო მარცხენა ხელში, ამიტომ თითით მე ამას მოვნიშნავ, აქ მრჩება სივრცე, რომ ამ ხელით დანარჩენი ბანკო მარტივად ავიღო. ამიტომ ამ ბანკოს მოვკიდებ და ვიღებ. თან სათვალავში მივათვლი, რომ ეს არის ვითომ მე-4 და არა მთლიანი ბანკოს ფურცლები. ნახეთ? 1, 2, 3 თითით გამოვწიე და მე-4. ანუ ვიზუალს ისეთ გქნის, რომ მე-4-ია და არა აქ ბევრი ბანკოს ფურცელი. შემდეგ 1, 2, 3, 4 და რა თქმა უნდა ვეუბნები, რომ ეს არის მე-5. თან ხელით კარგად მივუთითებ, რომ აქ მეტი კარტი არ მიჭირავს, იმიტომ რომ ყველა აქ არის. ძალიან მარტივია. მარტივი არა, რო აგიხსენეთ თორე. საკმაოდ რთული შესასრულებელია, ჩემო გარკვეულ. 1, 2, 3, 4 და ესეც მე-5. მოკლედ, შემდეგ როგორ ხდება? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როგორც ვიდეოში იყო, შემდეგ ვიძახი რაღაცა ისტორია შეგვიძლია მოიფიქროთ, მაგრამ ეხლა მე ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, რომ არ გაგვიწელოს ვიდეო და მარტივად გავაგრძელებ. ვიღეთ მე 3 კარტს, 2, 3 კარტი და ვეუბნებით, რომ ეს 3 კარტი ჩვენ აღარ დაგჭირდება. შესაბამისად მაყურებელს გონია, რომ აქ არის 2 კარტი, მაგრამ არა, აქ ისევ 5 კარტია. 1, 2, 3, 4 და 5. რადგან მე-4 კარტი არის საკმაოდ სკლადი, იმიტომ რომ ყველა ბანკო ავიღე აქედან.
ესე შეგვიძლია ჩვენ გავაგრძელოთ უსასრულოდ 5. შემდეგ ისევ ვეუბნებით რომ მე ეს 3 კარტი აღარ დამჭირდება, დავყრით მაგიდაზე და ისევ გადავთვლით. და ხელში რა თქმა უნდა ისევ ვითომ 5 კარტი გვიჭირავს. 3, 4 და ესეც მე-5. შემდეგ ისევ შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ 3 გადავაგდოთ და ხელში ისევ გვექნება ამჯერად ნამდვილად 5 კარტი. ანუ იმ მდგომარეობამდე მივედით რომ ხელში ნამდვილად 5 კარტი დაგვრჩა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ კიდე გავართულოთ და ამჯერად 2 გადავაგდოთ და დავითვალოთ 1, 2, 3, 4 და 5. ნახეთ 1 ამას ავიღებ, შემდეგ ამას ისევ უკან ვდებ და თვლას მივაყოლებ, რომ ვერ მიხვდეს მაყურებელი, რომ ის 1 კარტი უკან დავაბრუნე. 2, 3, 4 და 5. აი კიდევ ერთხელ ვიზავ. 1, 2, 3, 4 და 5. ანუ უკან კარტს რომელსაც დავდებ, ისე უკან ვაბრუნებ. აი ნახოთ ასე კეთდება. 1, 2, 3, 4 და 5. შემდეგ ვეუბნები ახლა 2 კარტს გადავაგდებ და მრჩება 1. მე ახლა აქ 3 კარტი, იმიტომ გადავყარე რომ ძალიან მალე მოვორჩენილიყავი, თუმცა იდეაში თუ გინდა რომ უფრო გაგვეწელოს და უფრო უსასრულო გავხადოთ ეს და უფრო საინტერესო შეგვიძლია 2 ბანკოს ფურცელი გადავაგდოთ. ანუ ვიღებთ 1, 2, 3, მე-4-ს როგორც გითხარით, ყველას ერთად ვიღებ, რჩება 1 და ვეუბნები რომ ახლა 2 კარტს გადავაგდებ. შესაბამისად მე ძალიან ბევრჯერ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს, კიდევ 2-ს გადავაგდებ. 1, 2, 3, 4, 5, კიდევ 2-ს გადავაგდებ. 1, 2, 3, 4 და ესეც მე-5 და წარმოიდგინეთ რამდენჯერ შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ. 1, 2, 3, 4, ესეც მე-5, კიდევ 2-ს გადავაგდებთ. 1, 2, 3, 4 და 1 კარტი გვაქვს 5, თუ 2-ს ვაგდებთ, 1 უნდა დავამატოთ. შემდეგ ისევ გადავაგდეთ 2-ს. 1, 2, 3, 4 და 5. მოკლედ, აი ესეთი საინტერესო ტრიუკია და რა თქმა უნდა როგორც გითხარით, აქ არც მონტაჟი გვინდა, არც კადრის გარედან ბანკოს უკან დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ სუფთა манипуляция, რაშიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თითები გვჭირდება და ჩვეულებრივი ბანკოს ფურცლები. კიდევ ერთხელ გეუბნებით და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა გაიშალოს ეს ბანკო ხელებში. სულ ყოველთვის მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ იყოს ყველა ბანკო გასწორებული, რადგან თვლის დროს მარტივად ავიღოთ ვითომ ერთი ბანკოს ფურცელი, თუ ეს გაიშლება, ვფიქრობ, რავი, თქვენს და ყველანი მიხვდებიან, რომ აქ ერთი კი არ ავიღე, ყველა ავიღე. რაც მქონდა და ძალიან ბევრი ბანკოს ფურცელი მიჭირავს და თუ ამას გავაკეთებთ ისე რომ ერთ ბანკო თავიღო და ლამაზად ჩანდეს, ამიტომ ჭიდროდ უნდა მეჭიროს ხელში 1, 2, 3 ავიღებ ამას და დავტოვ ამას. ესეც მე-5. და ეს ჩანს ისე რომ თითქოს 1-ია. ანუ დიდი ყურადღება არც უნდა მივაქციოთ ამას, უნდა გავაგრძელოთ ეს ტრიუკის შესრულება და მაყურებელს მხოლოდ და მხოლოდ თვალში უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ეს მე-4 კარტი ავიღეთ და არა მთლიანი ბანკოს ფურცელი. ძალიან მარტივია. ნახეთ, ავიღეთ, თუმცა აქ არის მთლიანი. როდესაც გადავთვლი 1, 2, 3, 4 ავიღე, არ ვაქცევ ყურადღებას და მე-5 კარტს უყურებ. ყველაზე მთავარი პრინციპი ხო იცით? მაყურებელი იყურება იქ, სადაც ვიყურებით ჩვენ. ამიტომ მე თუ ამას ავიღებ და ამას შევხედავ, შესაბამისად მაყურებელი უფრო მეტად დააკვირდება, რომ აქ არის ბევრი ბანკო და არა ერთი. ამიტომ როდესაც მე ავიღებ 1, 2, 3, 4 და მე-5, მე უყურებ ამ მე-5 კარტს, რადგან მაყურებელმაც ამას უნდა შეხედოს. ძალიან მარტივია. არა, ხუმრობ, ძალიან რთულია, მართლა რთულია. რავი, თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ იმუშაოთ, შეგიძლიათ ივარჯიშოთ და ბოლოს რა თქმა უნდა მაინც გამოგივათ. აუცილებელი არ არის 14 კარტი გქონდეთ, ან 13 კარტი გქონდეთ, საკმარისია აიღოთ საწყისზე 5 და მაგალითად სულ 9 ბანკოს ფურცელი, რომ მარტივად შეძლოთ და შემდეგ უფრო და უფრო გაართულოთ, როდესაც ამას ისწავლით, დაამატოთ კიდევ 2 კარტი, კიდევ 2 კარტი და ასე შემდეგ, რავი, რამხელა ისტორიაც გინდა მე მოყევით. მოკლედ შემოგარგო, მაყურებლებო, ძალიან მიხარდა ხოლმე, რომ ადრე, როდესაც მე YouTube-ში ვიყავი, აი 5 წელზე მეტი გავიდა, აქტიურად როცა აღარ ვარ YouTube-ში და იქნებ ნელ-ნელა ისევ რაღაცეებით გაგახალისოთ და ერთად გავაგრძელოთ, მოკლედ ილუზიონისტობა.
რადგან ჩემ დროს, როდესაც მე YouTube-ში რაღაცებს ხსნიდი ხოლმე, ძალიან მიხარდა, ძალიან ბევრი დამწყები, რავი, მიმდევარი ილუზიონისტი მყავდა და ძალიან აქტიური იყო საქართველოში ეს თემა და სამწუხაროდ ამ ბოლო ხანებში როგორც ვატყობ, მე მგონი არც აღარავის აინტერესებს, თუ არ ვიცი, ძალიან ცოტა საინტერესებს და არ მინდა რომ ესე მოხდეს რა. კი, სოციალური ქსელები ცოტა ხელს უშლის ამ ყველაფერს, რომ TikTok-ში და YouTube-ში და Facebook-ზე ყველა ტრიუკს ხსნიან თითქმის. თუმცა ყველაზე მთავარს ვერ ახსნიან. იმას, რასაც თქვენ შეასრულებთ და როგორ დონეზე თქვენ მიხვალთ. შეიძლება რაღაცა რეკვიზიტის ტრიუკი ახსნა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი ახსნილი. იმიტომ რომ ეს ისეთი სფეროა, რომ აი უსასრულოდ გრძელდება. ანუ ძალიან ბევრი საფეხურებია, საფეხურები, რომელიც არასდროს არ სრულდება, სადაც შეგიძლიათ ახვიდეთ ნებისმიერ დონეზე, თქვენც რაღაცები შექმნათ, რაღაცები გამოიგონოთ. არ ვიცი, აი ნებისმიერ ეტაპზე უსასრულოა. როგორც ფანტაზია შეგიძლიათ ჩართოთ უსასრულო, ისე შესაძლებლობები. ხო, და რა უნდა მეთქვა? დღეიდან არის საიტი, რომელი საიტის მე შევქმენი, ეს არის Magician shop.g, ანუ ჯადოქრების მაღაზია დავარქვი და ასევე ჯადოქრების ხუთია პირველი ეტაპი, ანუ პირველი დონე, პირველი საფეხური, სადაც არის ტრიუკების კრებული, არის რა თქმა უნდა ახსნილი ქართულად, ანუ ჩემს მიერ ფოკუსები, არის ფოკუსები, სადაც ძალიან ძლიერი ფოკუსებიც არის ხოთა შორის, ანუ არ გიგონთ რომ 3 წლის ბავშვებზეა და 4 წლის ბავშვებზე და შუქიც გაითიშა. არ ვიცი, ყველაფერი ხელს მიშლის, მაგრამ არა. ფარდები გადაწიეთ მეგობრებო, მე ისე ვაკავარ. ხო, მოკლედ ამის თქმა მინდოდა, რომ არის Magician shop.g, ჯადოქრების მაღაზია, ასევე არის ბოქსი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ამ საიტზე და ამ ბოქსის ვიდეო და განხილვა და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ლინკზე აღწერაში. მოკლედ მეგობრებო, არ დაგავსეთ ვიდეოს დალაიქება და მე ვესწრები რა შეიძლება ხშირად ვიყო თქვენთან და გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.